გამარჯობათ მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ყველაზე თამამი კითხვები და ალბათ ასეთივე თამამი პასუხები. მაშ ასე დღეს ჩვენი პრეს-გუნდის ინტერესის ობიექტია თანამედროვე შოუ ბიზნესში დამწყები და ჯერჯერობით ასე ვთქვათ ჩამოუყალიბებელი დროებით მომღერალი და წარმოგიდგენთ მას ეს გახლავთ ქეთი გომართელი საღამო მშვიდობისა. ანუ დღეს ჩვენი სტუმარია არა უზარმაზარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, არამედ უბრალოდ დამწყების შემსრულებელი. მივესალმები ასევე ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა რადიოებში, ჟურნალ-გაზეთებსა თუ ტელევიზიებში მომუშავე პერსონებით და ისინი მზად არიან სულ მალე საქმეში ჩართონ თავიანთი მთავარი იარაღი, ანუ ენა. ასე რომ სანამ საქმეს შეუდგებოდეთ, ტრადიციული და მცირე ბიოგრაფია ჩვენი დღევანდელი სტუმრის შესახებ. მინი დოსიე პრეს-პრესის ეთერში. ქეთი გომართელი დაიბადა 1986 წლის 19 სექტემბერს. მუსიკალური განათლება მიიღო შვიდლეთში. ამჯერად რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტია. ჯერჯერობით სამამულო შოუ ბიზნესის არენაზე იმყოფება თვითგამკვიდრების სტადიაში. მღერის 8 წლიდან მისი სასცენო დებიუტი შედგა ეგვიპტეში, ქაიროს ოპერის სცენაზე. ამ პერიოდში იყო ჯგუფ რონდოს საყმაწვილო სტუდიის სოლისტი. რონდოსთან ერთად საკუთარ ძალებს ცდიდა მოსკოვში და ერევანში ჩატარებულ კონკურსებზე. პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია იუნესკოს ეგიდით გამართულ სუზდალის საერთაშორისო კონკურსზე Novaya Imena, სადაც გახდა პირველი ადგილის მფლობელი. თბილისში დაბრუნებული პრიზიორი ჩამოსვლისთანავე იწყებს ფიქრს სოლო კარიერაზე. მუსიკალურმა და არამუსიკალურმა სამყარომ შოუ ბიზნესის ახალი სახე გაიცნო პიკანტური ვიდეოთი სიმღერაზე უშენო დღე. ჯერჯერობით მის მუსიკალურ ბანკში 4 სიმღერაა. მონაცემებს იუმჯობესებს ვოკალის პედაგოგთან. მის იმიჯზე და საქმიან ურთიერთობებზე ზრუნავენ იმიჯმეიკერი და მენეჯერი. მცირეხნიანი მოღვაწეობის მანძილზე გამოშვებული აქვს 1 სინგლი. უახლოეს მომავალში აპირებს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებას. ოდნავ შორეულ მომავალში კი გამოვა მისი სიმღერების სრული ალბომი. ასეთია მოკლე ცნობები იმ ადამიანის შესახებ, ვინც დღეს ჩვენი ჟურნალისტების ცნობის მოყვარეობას დააკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში შეეცდება ამ ცნობის მოყვარეობის დააკმაყოფილებას. იმედი მაქვს, ჩემი ჟურნალისტები ისეთი მკაცრები არ იქნებიან, რომ დაწყებმა მომღერალმა საბოლოოდ უარი თქვას კარიერაზე. მე როგორც ყოველთვის შევეცდები არბიტრის როლის შევასრულო, ძირითად ასპარეზს კი უფრო კომპეტენტურ ადამიანებს დავუთმობ. საინტერესო სასიამოვნო ბაზას გისურვებთ და ბრძოლას 6-1-ის წინააღმდეგ, ან თუნდაც 1-6-ის წინააღმდეგ დაწყებულად ვაცხადებ. პირველ შეკითხვას მე მგონი ლალიფაცია დასვამს ტრადიციულად. არ შეგეშალა ჩემო კარგო, ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. მოგესალმები, ქეთი. ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენს ადამიანურ თვისებებზე ნაკლებად ვილაპარაკებთ, ხვდები ალბათ, ხო? მე ასეთი კითხვა მაქვს, უპირველესად არა როგორც მომღერალთან, არამედ როგორც მსმენელთან. აი ქეთი გომართელი სცენაზე მდგარი მდგომი ადამიანისგან რა სიტყვებს, რა მოთხოვნებს უყენებს, როგორც მაყურებელი და მსმენელი. კითხვი ხოლმე დიდი მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ მოწვევისთვის, იმიტომ რომ ვთვლი რომ მე აქ მოვედი 2 სიმღერით და 1 კლიპით და თუ ესეთი ტემპით ვიარე, მე მგონი ძალიან წინ წავალ, ამის იმედი მაქვს და თავდაუზოგავად ვიშრომებ. რაც შეეხება შეკითხვას, ვაკეთებ იმას ზუსტად, რასაც ვითხოვ სცენაზე მდგომი ადამიანისგან, ანუ ყოველი შემდეგი სიმღერა უნდა ჯობდეს წინას, ანუ უნდა ვიზრდებოდე და ვიხვეწებოდე. ვთვლი რომ წაიღე ჯობია უშენო დღეს, ანუ ყველანაირად ვეცდები რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალ მუსიკოსად, მაგრამ ჯერჯერობით ვარ დამწყები და შევეცდები ყველანაირად რომ წინა ჯობდეს შემდეგს. კარგი, აი თვითონ საკუთარ ვოკალურ მონაცემებს როგორ შეაფასებდი? რაღაც თვით შეფასება დაგევალა დღეს ჩემი მხრიდან. ხო. იცი არის, მე თვითონ ყოველთვის ვაფასებ სულდეთ, ანუ ყოველთვის მინდა რომ მივაღწიო უფრო მეც, მაგრამ ამისთვის ყავს მე პედაგოგი მზია ღამბაშიძე, ის რუნავს ჩემს შემოქმედებით მხარეზე და მასთან ერთად მუშაობ ყველა სიმღერაზე და ერთად ვცდილობთ რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალ ჩამოყალიბებულ მომღერალად. ხო, ნაწილობრივ ეცადე რომ გაგეცა პასუხი, მაგრამ აი მაინც რითი იქცევს მომღერალი ყურადღება, შე როგორ ფიქრობ? სიმღერებით, რა თქმა უნდა, სიმღერების ხარისხით, ტექსტით, იგივე მანერებით, სცენაზე დგომის მანერებით.
რა ვიცი, ყველაფერი საბოლოო ჯამში მთლიანობაში უნდა იყო ნორმალური, რომ მიიქციო ყურადღება და ამ ნორმალურიდან უნდა ეცადო, რომ გახდეს საუკეთესო. ვერ მიხვდები შენ როდის გახდები, იმიტომ რომ ვერ იტყვი, რომ აი მე ხვალ უკვე პროფესიონალი ვიქნები. სულ უნდა ეცადო, რომ გახდე უკეთესი და ვთვლი, რომ გაიზრდები. და ეს პირველი სიმღერა, რომელიც ფრანგული სიმღერაა, თუ არ ვცდები, ქართულად, ხო. რატომ გადაწყვიტე, რომ აი ეს ყოფილიყო პირველი შენი რაღაცნაირად სავიზიტო ბარათი ქართულ სცენაზე? აი ქართველი კომპოზიტორი მაგალითად რატომ არ აიჩი, იგივე პოპულარული თანამედროვე კომპოზიტორი. უშენო დღემდე მე მაქვს ჩაწერილი რამოდენიმე სიმღერა, მაგრამ რატომაც არ გახდა პოპულარული. უბრალოდ ესეც ერთ-ერთი რიგითის სიმღერის ფონზე ჩავწერე. უბრალოდ მომწონე შერბურული ქოლგების საუნდტრეკი ფილმიდან და პაროლი და სინთეზური ერთ-ერთი ხერხი იყო იმისთვის, რომ სიმღერა მე პოპულარული გახდა. იცი რა იყო, არ ვიცოდი მე გახდებოდა თუ არა. ესეც ერთ-ერთი რიგითის სიმღერა ჩავწერე. ნაცნობი მელოდია, ასე თუ ისე მაყურებელთვის ერთიც და მეორე. მაგან ალბათ მაგანაც ითამაშა დიდი როლი, რომ დღეს გარკვეულ ნაწილს საზოგადოების უყვარს და მოსწონს. კარგი. ამ ეტაპისთვის საკმარისი. დიდი მადლობა. ლიზა. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი. მუსიკალურ სამყაროში გარკვეული კრიზისია, ეს აღიარებული ფაქტია და ასევე რა თქმა უნდა ეს ქართულ შოუ ბიზნესაც ეხება. ანუ ჩვენ მსმენელი ველოდებით სიახლეს და ეს სიახლე სამწუხაროდ არ არის. ანუ ფაქტობრივად ყველა დარგი უკვე ათვისებულია, ზოგი როკს მღერის, ზოგი ჯაზს და ზოგი ფოლკს და ასე შემდეგ. შენ მოხვედი სცენაზე ესეთი პოპ მომღერლის იმიჯით, ხო? შენი ასაკობრივი კატეგორია ეს არის 17-18 წლის და ეს ასევე ამ კატეგორიაში არიან ახალგაზრდა მომღერლები, ქეთა თოფურია, ბუკა მანაგაძე, ნინი ბადურაშვილი და რა ვიცი, თაკო გაჩერჩილაძე. საკმაოდ საინტერესო გოგონები არიან, მომღერლები ცდილობენ რომ კონდეთ საინტერესო იმიჯი ექმნიან ახალ სიმღერას და გარკვეული უკვე გზაც აქვთ გავლილი. ქეთი, შენ რა ნიშა გინდა რომ დაიკავო და ხომ არ გეშინია რომ აი ამ გოგონების ფონზე არ დაიკარგო რაღაცნაირად და საერთოდ როგორ შეგიძლია შენ რომ კონკურენცია გაუწიო მათ? რითი ხარ შენ განსხვავებული? რატომ უნდა მიგიღოს შენ მსმენელმა? როდესაც არიან ესეთი მშვენიერი გოგონები? მართლობ შეკითხვისთვის. რითი ვარ განსხვავებული, ჯერ ვერ გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ რაღაცა ახალი გავაკეთო, ანუ ჯერ ვარ ძიებაში, შემოქმედებითი თვალსაზრისით, იგივე ვიზუალის მომენტი. ვცდილობ, რომ ყველგან მქონდეს სხვადასხვანაირი იმიჯი, მაგრამ ერთი იმის გარშემო ვტრიალებთ, ანუ ცოტა რაღაცა მაქვს ჯერ გაკეთებული. კეთი, ამ დროისთვის შენი იმიჯი ნაპოვნი გაქვს უკვე თუ ჯერჯერობით ძიების პროცესში ხარ? ჯერ ძიების პროცესში ვარ, ანუ შევეცდები ყველა კლიპში, ყველა სიმღერაში სხვანაირი ვიყო, ყველა კლიპში გამორჩეული იმიჯი მქონდეს, შევეცდები. ყველა კლიპში რომელ კლიპში? მე ერთი კლიპი ვიცი. ერთი კლიპი მაქვს და მაგითო ვტრიალებთ ამ ერთი კლიპის გარშემო და მეორე კლიპში პირობას გაცლებ, რომ ექნება სხვა იმიჯი, მესამეში სხვა არ არის ეს ჩამოყალიბებული, რომ ერთს აუცილებლად ეს იმიჯი უნდა მქონდეს ყველა კლიპში. შევეცდები წარმოაჩინო ჩემი ყველა სახე და მოვიღო ყველა როლი. შენ გრძნობ შენს კონკურენტულ უნარიანობას? იცი რა არის კონკურენტი, ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტული უნარიანობა არის, იმიტომ რომ ყველას ყავს თავისი მსმენელი, მაგრამ კარგია, როცა ყავს კონკურენტი, იმიტომ რომ შენც იზრდები და ცდილობ, რომ კარგი გააკეთო და მსმენელიც იზრდება, იმიტომ რომ ყველა აკეთებს კარგს, ცდილობს, რომ იმაზე უკეთესი იყოს და გამოდის კარგი, გემოვნებიანი მუსიკა და მსმენელი ირჩევს, რომელი უფრო მოსწონს მერე. ანუ მსმენელისთვისაც კარგია, იხვეწება და შენთვისაც კარგია. ამ კითხვას მეორე მოყვება, შენ საკმაოდ პოპულარული ოჯახიდან ახარ, ანუ შენი და თამუნა გომართელი ცნობილი ჟურნალისტია, ჟურნალ სტერეოს ერთ-ერთი რედაქტორია, ასევე დედა, ძალიან კარგი ქალბატონი, ჩემი სიმპათიები მინდა გადავცე ქალბატონ ბატაძეს, რუსთავის ვიცემერია და ასევე ოვაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხო და ოქროს ნიღაბის. ანუ ესეთი საკმაოდ ძლიერი ზურგი გაქვს, ხო? და ხომ არ განაპირობა ზუსტად რომ აი ამ ზურგმა შენი შოუ ბიზნესში გამოჩენა. ანუ ისე ხო არ ხდება, რომ აი თამუნა და დედა არიან ლოკომოტივი და უკან მატარებელივით მოყვება ქეთი გომართელი. იცი რა არის, შეიძლება ბევრ ამაში დამეხმარნენ და თავიდან ესეც იყო, რომ ვიყავი თამუნას და, მაგრამ დამეხმარნენ, მაგრამ უფრო მეტი ვთვლი, რომ ხელი შემიშალეს რა გაგებით. ახლა ერთ დროს აქიჩდა თამუნა და ძალიან ბევრი არაკეთილის მოსურნე ყავდა და ის აგრესია გადმოდის ახლა ჩემზე. და ის იმას ვერ ხვდებიან, რომ ის ცალკე ადამიანია, მე ცალკე. ის აგრესია დაგროვილი ძველი ახლა გადმოდის ჩემს. რაც შეეხება დედას,
ზუსტად ანალოგიურად უყვარვარ მე, როგორც ნებისმიერ დედას უყვარს თავისი შვილი და ისევე უხარია, როგორც ნებისმიერ დედას უხარია შვილის წარმატება. და რაღაც მეტი რო იყოს და მეტად დამხმარებოდა, არ ვიტყვი, ეს მაგალითები არის 1 3 4 ოვაცია მაინც უნდა მედოს სახლში მინიმუმ. ნუ ოვაცია ჯერ არ ჩატარებულა წელს და ალბათ მე რატომაც მგონია რომ რაღაცას მიიღებ თუ ჩატარდება რა თქმა უნდა. მე ზუსტად ვიცი რომ არაფერს არ მივიღებ, იმიტომ რომ ამას დაერქმევა შემდეგ შეიძლება რომ იცოდე. შეიძლება ხალხმა გადაწყვიტოს და მე რაღაცა მეკუთვნოდეს, მაგრამ ყველა მიხვდება რომ ეს მე მეკუთვნოდა და გადმომცეს, მაგრამ არავინ არ იტყვის რომ ეს მე დამსახურებულად მივიღე. იტყვიან რომ იცი დედამისი აკეთებს და იმიტომ გადაცეცეს. და მაინც დახმარების ლომის წილი მაინც შენ დასეკუთვნის, იმიტომ რომ ჟურნალშიც ძალიან ხშირად შენ სურათებს და შენს ანუ კონცერტებზე სადაც თამნას მიყავს კონცერტი აუცილებლად შენს გამოდიხარ. ანუ მაინც მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ შენ რა თქმა უნდა უფრო კარგ მდგომარეობაში ხარ ვიდრე ის მომღერლები, ვისაც ბუნებრივიც არის მიზა. არის ეს ბუნებრივი, არ ვიცი ლუკა. საიტზე ხშირად შეცდებოდი ხოლმე მის შესახებ კი, რომ ყოლოდა და ნამდვილად შევეცდებოდი, მაგრამ ალბათ მეც გამაკრიტიკებდნენ და მეტყოდნენ რომ აი ლიზა თავის და შეხმარება. ალბათ მეც მივიღებდი. ალბათ ძალიან თანადგომას ვცნობ ყველა პრესის წარმომადგენლისგან, არა მარტო თამამ შეკითხვებს და თამამ პასუხებს, სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ჩვენს გადაცემაში რეკლამის დრო. მაშასე ჩვენი ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენი დღევანდელი სტუმარია თანამედროვე შოუ ბიზნესში შედარებით პატარა წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, ქეთი გომართელი და განვაგრძოთ შეზღუდული საუბარი. თაკო აგარაშვილი, ჟურნალისტეო, მეცდები შეიძლება ისდავარ რბილი და კორექტული ვიყო. რაღაც მიზეზების გამო ალბათ გესმის, რადგან შენი და ჩემი რედაქტორია. არ მინდა რაღაც არაკეთილ განწყობა გამოვიწვიო, მაგრამ მიუხედავად ამისა შენ როგორც გადაცემის დაწყებამდე შევთანხმდით, შენ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარ. კი. და ის სწორედ აი ამაზეც მინდა ვილაპარაკო, ამიტომ გავაკეთე ეს შესავალი, რომ ლიზამ აღნიშნა, რომ შენ ცნობილი ოჯახიდან ხარ, დედა და თამუნა გომართელი. ნუ ამოვწურეთ მე მგონი ის თემა, რომ შენ პოპულარული რაღაც დონეზე მათ ხარჯზე გახდი, ანუ ნუ ხელი შეგიწყვეს. ანუ შენი გაცნობა უფრო ხო, ნუ ეს შენი აზრია, მე გეტყვი მსმენელის აზრს, ხო, ამ შემთხვევაში მოდი მე ჟურნალისტი და მსმენელი ვიქნები რა, ანუ ადამიანი, რომელმაც გაიგო ტელევიზორში ან რადიოში სახელი ქეთი გომართელი და მოისმინა შენი სიმღერა. ხო, ფაქტობრივად შენ უფრო დაამახსოვრდი ხალხს, თქვათ ვიდრე სხვა რომელიმე მომღერალი შენი ასაკის რა. გამომდინარე აი ამ მიზეზების გამო. და იცი რა არის, თუ თქვათ პოპულარობას თავი დავანებოთ, მე გეტყვი ერთ რამეს, რომ ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თუ არა პოპულარობა, ნუ ამას თავი დავანებოთ და შენ ძალიან ბევრი თქვათ ჟურნალისტი ავიღოთ, ხო? ჟურნალისტი, როცა შენზე სტატიას წერს, როცა შენზე რაღაც მასალას ამზადებს, ხო? ჩემი აზრით, საკმაოდ ხელს გაფარებენ გამომდინარე იქიდან, რომ შენ თამუნას დახარ. ანუ ნაკლებად მკაცრად გეპყრობიან. ალბათ ეს შენი სუბიექტური. ნუ შენ თქვი, ხო, ჩემი სუბიექტური აზრია, შენ თქვი რომ მე ფაქტობრივად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და თამუნა ჩემთან არაფერ შუაში არ არისო და მიუხედავად ამისა, მაინც შემიძლია დანამდვილებით გითხრა, რომ მე პირადად არ მქონია შენთან ინტერვიუ და არ გამიკეთებია შენზე მასალა და არ ვიცი ცოტა მოკლედ დასვა კითხვა. ობიექტური ვიქნებოდი, მაგრამ აი შენი აზრი მაინტერესებს. შენ გრძნობ ამას, რომ შენ ნაკლებად კაცრად გეპყრობიან ჟურნალისტები, გამომდინარე იქიდან, რომ შენ თამუნას დახარ. თქვენ ყველაფერს პირდაპირ არ გეუბნებიან, მოკლედ იმიტომ, რომ თამუნა მათი კოლეგაა და არა მარტო კოლეგა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ისევ თამუნას პიროვნებიდან გამომდინარე. იცი რა, პირდაპირ არ მეუბნები, ყველაფერს მეუბნებიან, რაც უნდა მკითხონ. არანაირად ეგ ბარიერი არ აქვთ. უბრალოდ არიან კორექტულები და მახვედრებენ რისი თქმა უნდათ და მე მეპასუხებ. რაც შეეხება თამუნას, მაქვს ბევრი ტურნეები ამ ბოლო დროს და ზოგ ქალაქებში თამუნას ცნობენ უფრო როგორც შემდას და ეს თამუნას პირველ რიგში უხარია. და თავიდან არ მოგატყუებთ და გულახდილი ვიქნები, რომ რა თქმა უნდა თამუნას დავიყავი ყველასთვის, მაგრამ ეხლა უკვე ცალ-ცალკე პიროვნებები ვარ. იჩევს, როდესაც მე შენ ერთად პრესკონფერენციაზე გნახე, ეს ბავშვები ვინ არის თქო და ეს თამუნა გომართელის და არისო და ეგ რამდენი წლის წინ იყო. ნუ ეს იყო აი როდესაც შარშან იყო რა მოკლედ პრესკონფერენციაზე და შენი მართავდა პრესკონფერენციას ოვაციის. შეიძლება იმ დროსაც მოვესწროთ თაკო, რომ იტყვიან თამუნა გომართელზე ეს ქეთი გომართელი. კიდევ რა მაინტერესებს, აქ ვილაპარაკეთ ჩვენს იმიჯზეც. ცოტა არ იყოს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია,
რომ ცოტა არ იყოს ზედმეტად თვალშისაცემია შენი ასაკისთვის ესეთი ძალიან სექსუალური იმიჯი შენს პირველ კლიპში. ნუ არ ვიცი მეორე კლიპში შეიძლება რა მონაზონი იყო, ძალსუმაც ესე გააკეთა. და მესამე კლიპში რაღაც არ ვიცი მეთევზის ცოლია რაღაც, ნუ უბრალოდ ვამბობ. და ნუ აი ჩემი აზრით ეს არის მე გამიკვირდა მაგალითად როდესაც ეს კლიპი ვნახე და ნუ აი მე პირველი შეკითხვა იყო ეს ბავშვი რამდენი წლის არის თქო და ეს ბავშვი იყო საკმაოდ პატარა რა ხო ამ კლიპისთვის ნუ ბავშვი ცუდად არ გამიგო ნუ კი ზუსტად ეს ცუდად არ მინდა რომ გაიგო ხო და ხომ არ გონია რომ ჯიჯი ცოტა გადაამლაშა ან შენ რამდენად ეხმა თანახმა იყო ხო შენ რო არ ყოფილიყავი თანახმა ეს ხო ესე არ შენ ხო შეგლოგეთ რომ მე ეს იმიჯი არ მინდა კარგი იქნებოდა ეხლა ჩემს გვერდით მჭდარი იყო ჩემი იმიჯ მეიკერი, ოღონდ ჯიჯი არ არის ამ კლიპში, რეჟისორი და მენეჯერი, იმიტომ რომ იქ იმიჯი შემიქმნა ამ ხალხმა. თან საიმიჯო კლიპი იყო, აქცენტი უნდა ყოფილიყო ჩემზე, უნდა ყოფილიყო ეფექტური და მაცვია ის, რაც მიხდება და ჩემი სქესის წარმომადგენელს შეეფერება სცენაზე და იგივე კლიპში. რაც შეეხება იმიჯ შემიქმნა მენეჯერმა და კლიპამდე ერთი თვით ადრე მე ვიცნობდი ამ ადამიანს, იყო ჩემი მენეჯერი და მქონდა მასთან შეხება, ვიცოდი რა უნდოდა, რა გამოუვიდოდა და ყველანაირად ვენდობოდი და ვთვლი რომ გაამართლა ამ პროექტმა. იცი, მაგალითად მოვიყვანთ ისევ შენ ასაკის გამო, ნინი ბადურაშვილსაც აქვს კლიპები გადაღებული, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია და რაღაცა ესეთი ნამეტანი სექსუალური არ არის. ნინი წამოწოლილი დივანზე, ნინი რაღაც ესეთ პოზაში, ნინი ესეთ პოზაში, რაღაც ესეთი მომენტი არ აქვს და ნინი საკმაოდ ძალიან პოპულარულია, ძალიან უყვარს ხალხს და ამახსოვრდება მისი კლიპები. მართალი ხარ, ნინის აქვს კლიპები, ქეთას აქვს კლიპები, ბუკასაც კლიპები. მე მაქვს ერთი კლიპი. მქონდა არა ნინის თქვა. ნუ ნინი მაგალითად მომყავს უბრალოდ რა, რაღაც არ მოდი ნინიზე ნუ გავჩერდებით, ძალიან ბევრია ბუკა, ქეთა ძალიან ბევრია ჩემი ასაკის. მე მაქვს ერთი კლიპი. ამ კლიპში ესეთი იმიჯი მაქვს. მეორეში სხვა მექნება, მესამეში სხვა. არ ჩავიცი კლიპი, რომ უნდა მქონდეს აუცილებლად. შენს ასაკს ეს კლიპი სავსებით შეეფერება და ზედმეტი ეს არის რეჟისორის და მენეჯერის აზრი, რომ ესეთი იმიჯი მოუხდებოდა ამ სიმღერას, უფრო პროდუქციული იქნებოდა, უფრო ჩემი პირველი სახე ესე უფრო კარგად თუმცა ქეთშენს გვაქვს უფლება საკუთარი აზრი და აფიქსირება. რა თქმა უნდა, კი დავეთანხმა, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ პირველი სკვალობაზე საიმიჯო კლიპი უნდა ყოფილიყო ჩემზე აქცენტი და მე მგონი ისე არ მაცვია, რომ რაღაც ვულგარულად ხო შეიძლებოდა რომ შენს ვოკალურ მონაცემზე რაღაც მომღერალზე ყოფილიყო აქცენტი და არა სექსუალურ გოგონაზე. ეს რა არის მე რო წყვიტავდი ყველაფერს მე ვქნებოდი ახლა მარტო არა მენეჯერთან და არა იმიჯ მეიკერთან ჩვენ შეთანხმების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ ეს იდეა რომ უნდა ყოფილიყო ესეთი კლიპი და შენ ამაზე თანახმა იყავი აი ეს მინდა რომ გავიგო და შენ ეს მოგწონს მე ეს მომწონს ამ ეტაპზე იმ ეტაპზე ეს ჩემთვის იყო მისაღები კეთი კლიპთან დაკავშირებით იყო კითხვა შემოსული თუ გახსოვს ინტერნეტზე და მე რადიო გადაცემაში დაგისვი კიდევაც ეს კითხვა მინდა გავიმეორო ეს იყო მე სხვათა შეს მომწონს ეს კლიპი და ვთვლი რომ სულად ძალიანაც გიხდება შენის იმიჯი რატო არ უნდა იყოს ჯერთი ბავშვი არ არის პატარა სეძახი თაკო მაგრამ 17 წლის გოგონა 17 წლის გოგონა უკვე ზრდასრული ადამიანია და აქვს უფლება ჩაერთოს მოკლე კაბა ბოთფორტები და ასე შემდეგ ნამდვილად არ არის ვულგარული ეს ჩემი პირადი მოსაზრება მე მომწონს ეს კლიპი და ერთადერთი კითხვა იყო რომელსაც მე გაგიმეორებ ინტერნეტით შემოსული რომ რატომ არის ამ კლიპში აქცენტი სახიდან გადატანილი ფეხებზე ანუ სახეს რატომ ალავო კი სახეს მალავს და ფეხები გამოაჩინაო კეთილო ეს მისი იდეა იყო საერთოდ არა იცი მე მგონი არ მალავს სახეს უფრო ტანზე აქცენტი გაკეთებული მაგრამ მე მგონი სახესაც არ მალავს ალბათ ფეხები გაქვს ლამაზი და რეჟისორმა ჩათვალა რომ აქცენტი გააყო გასაგებია რეზო კაკულია მოგესალმებით რადიო ფორტუნა პლუსის შეკითხვები მაგრამ რაღაც ნუ პირველ რიგში მინდა თქვა რომ ის აღვნიშნო პირველ სიმღერასთან დაკავშირებით რომ ოდესაც აი ეს გააკეთა რიმეიკი ამ ადამიანმა მე მგონი აქ ახალი არაფერი მოხდა ამ ხერხს იყენებს ყველა არა მარტო ჩვენთან არამედ სოფლიოში და ნუ ეს ტენდენცია მოდის ამ რაღაც ძველი სიმღერების გადამღერება ეხლა რაც მე ისე მინდა დავუბრუნდე ოჯახის თემას, ანუ დასთან დაკავშირებით და ნუ გასაგებია ეს ყველაფერი. მე უბრალოდ მინდა ვთქვა ის, რომ აი დამწყებ მომღერლებს, ხო, დამწყებ შემსრულებლებს, თუნდაც ჯგუფებს, ჭირდებათ რაღაც გარკვეული დრო, რომ ისინი გახდნენ პოპულარულები. და აი იგივე ეს მე მახსოვს როგორ დარბოდა შენი და იგივე შენი დისკით ხელში, რადიოებში, ტელევიზიებში, ჟურნალ-გაზეთებში და რაღაც ეს შენ კეთი გომართი რაღაც ძალიან უცებ მოედო ყველაფერს. მე ესეთი შეკითხვა მაქვს, აი როგორ გონია რომ არ ყოფილიყო ეს ფაქტორი.
რამდენად მეტი დრო დაგჭირდებოდა შენ იმისთვის, რომ თქვა გამხდარიყავი აი იმ ხო რაც ხარ აი ამ იმაზე. თუ რომ ყოფილიყავი თქვა უბრალოდ ჩვეულებრივი მომღერალი აი ორი სიმღერით რა თქვა რამდენად მეტი დრო დაგჭირდებოდა ან თუ იგივე დროში ჩაჯდებოდი და ზუსტად იგივე დროში მიაღწევდი ამ ყველაფერს. მადლობთ. იგივე დროში ვერ მივაღწევდი, იმიტომ რომ ჩემს გვერდით არის ადამიანები, რომლებიც მიწყობენ ხელს ყველანაირად. ანუ ეს ყველაფერი კეთება მობილიზებულად და მალე ჩქარა. ანუ მათ გარეშე ვერანაირად იგივე დროში ვერ მოახერხებდი, ალბათ უფრო მეტი დამჭირდება, უფრო მეტი შრომა. ხო. უფრო მეტი შრომა დამჭირდებოდა იმისთვის, რაც მივაღწევ დღეს. კიდე ერთი ისეთი შეკითხვა მაქვს, ნუ ეხლა დღესდღეობით შენი მენეჯერი თუ პროდიუსერი არ ვიცი როგორ ეძახი, არის გვანცა ხვიჩია, ხო? რომელიც ეხლა როდესაც მე ვთქვათ მჭირდება რაღაც შენთან, ვთქვათ ან კონცერტი გვაქვს, ან რაღაც გვაქვს და მინდა შენთან დაკავშირება, ყოველთვის უკავშირდები ხოლმე გვანცას, მე მგონი შენი მობილური არ მწერია და ის ყველაფერს აგვარებს, ყველა ამ ხარეს. აი შენ თვითონ როგორი კმაყოფილი ხარ? კარგად ართმევს თავის მოვალეობას თავს. კი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი რომ ვარ, იმიტომ ვარ 2 წელი უკვე ერთად. ვთვლი რომ ყველაფერს ნორმალურად და კარგად ართმევს თავს და ვეწყობით ძალიან ერთმანეთს. ანუ შენ შემოქმედებით ამბავში ხარ, ასე ვთქვათ, სტუდიაში თუ რაღაც, აი ამას ეხება გვანცას. ყველაფერი გვანცას და კიდე ერთი შეკითხვა მაქვს შენთან, ანუ კმაყოფილი ხარ მენეჯერი, ხო? მადლობთ. ესე იგი, ხო და შეკითხვის დასკვნა გამოვიდა. და კიდე მინდა ესეთი რაღაც, მე შენ პირადად გიცნობ უკვე კარგახანია და რაღაც ცოტა სხვა ადამიანი ხარ შენ ახლა ეს ურთიერთობაში და ჩვეულებრივ ეს რაღაც და დღეს რატომღაც მეჩვენება რომ რაღაც ძალიან ზიხარ, ძალიან ფეხზე გაკარდებული, ლაკონურ და სერიოზულ პასუხებს ვცემ. აი მე უბრალოდ მაინტერესებს იგივე ეს სხვა არ არის სტარე ზაკალტა შენი დის რომელიც აქ პრესავდა ხოლმე ხალხს მე რაღაც მაქვს ეჭვი რომ კარგი ტრენინგი გაქვს მომზადებული ხარ ძალიან. არა ის რა არის უბრალოდ გადაცემის ფორმატია ისეთი რომ უნდა იყოს სერიოზული და სერიოზულად უპასუხო იგივე სერიოზულად დასმულ კითხვებს და ალბათ მაგიტომ თუ არა გინდა ესე ვიშლი. არა ხო უბრალოდ არა ემზადებოდი გადაცემისთვის. ვემზადებოდი არა უბრალოდ ერთი ვიცოდი ზუსტად რომ კლიპზე იქნებოდა კითხვები მეტი არ ვიცი. არა ნუ ეხლა ეს პირველი კლიპია ეს არა მაგრამ რეზოს მაინც ვერ დაარწმუნებ იმაში რომ ტრენინგი არ გაიარე დაუნესთან წინასწარ. სიტყვაზე უდავენდო. ეს ჩვენ გვერდება ტელეკომპანიამზე მარცხენა ფლანგით. კარგი ჯერჯერობით სულ ეს იყო ჩემი. დიდი მადლობა რეზო. დიდი მადლობა რეზო. ვინი ტელეკომპანიამზე კლიპიდან და კლიპს უცბად შევეხები. მინდა ვთქვა რომ შენზე გაცილებით პატარა ასაკის გოგონები უფრო გაშულებულები არიან ქართულ ესტრადაზე ვიდრე შენ, ასე რომ აქ კლიპზე დავამთავროთ საუბარი. და შეგვიძლია იგივე ბუკა მანაგაძე, იგივე კეთათოფურია. მე გვარის ვასახელი. შევეხებით. ამ ეტაპზე სტუმარი ყავს. ამჯერად სტუმარი ყავს ქეთი. არა, მე უფრო გაშულებულს ვამბობ, თუნდაც სხეულის გამოჩენის მხრიდან. მე მგონი ვულგარული არ არის. მაგრამ აქ არა, ვულგარულზე არა საუბარი. აქ უფრო მიაფუჩეჩეს რემიქსების თემა. იმიტომ რომ გითქვა რეზომ, რომ ეს აქცენტირებულია ყველა ამ საკითხს. მაგრამ შენ მანამდე გქონდა სიმღერები, რომლებსაც არ ხვდა წილად პოპულარობა. კი. ეს რემიქსი იყო შენი სიყვარულიდან გამომდინარე ქოლგების და პაროლესი თუ ეს მაინც უფრო იყო იმაზე გათვლილი, რომ ამაზე გადაიღებდი კლიპს და აქედან წამოვიდოდა. არა, საუნდტრეკი ფილმიდან შერპურული ქოლგები მომწონს მელოდია, თვითონ ჰარმონია. ძალიან მინდოდა ეს გადმოქართულებული ვარიანტი გამეკეთებინა და პაროლესთან სინთეზური ვარიანტი ეკუნთის გიგა კუხიანიძის ეს ორი სიმღერა რო გააერთიანებინა. მინდოდა უბრალოდ რომ ჩამეწერა და მქონოდა კიდევ ერთ-ერთი რიგითი სიმღერა, იმიტომ რომ მომწონდა ძალიან. ეს იყო რიგითი სიმღერა? მე უკვე აღარ იყო რიგითი. აქცენტი არ იყო ამაზე, რომ ამით უნდა გამختارიყო ქეთი გომართელი იმიტომ რომ კლიპი არ იყო გაკეთებული უკვე ხალხის ემოციიდან მივხვდი რომ რაღაც წარმატება ექნებოდა. იგივე რადიოში წარმატება ქონდა ფორტუნა ფილმში. აქედან გამომდინარე გადავიღეთ კლიპი. ძალიან დიდი მადლობა. რადიოებს კიდევ ერთ რადიოებს რაც შეეხება, რაც ტექნიკური პროგრესი განვითარდა საქართველოში, რაც შემოვიდა SMS-ები რადიოებსა და ტელევიზიებში, ნუ გარკვეულწილად რაღაცები დაალაგდა. ბერმა გაიგო ვინ არის, ვინ კარგია, ვინ ცუდია, მაგრამ მე ვიცი ტექნიკური მომენტი რადიოებში, როგორ ხდებოდა შენი სიმღერის პოპულარიზაცია. გაგვარკვია ჩვენ. ამაზე მთელი სკანდალები იყო, ხა არა, ისეთი სკანდალები არ გავიდა ელიტაში. ანუ ერთი და იგივე ნომრიდან ხდებოდა შენს სიმღერაზე request show-ში მოთხოვნა. დიახ.
არ ვიცი ეს ახლა გავიგე, მაგრამ ну ალბათ არის ადამიანი, ვისაც რა ნომერი იყო, ხო არ ვიცი. არის ადამიანი, ეს სპეციალურად არ გამომირთმევია ეს ნომერი, ალბათ ის ადამიანი შენი ახლობელი იქნებოდა, რაღაც დავალება არ იყო ეს. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვი, მე ახლობლებს არ ვაპარებ, რომ შენი დის დავალება ხო არ იყო, შემთხვევით კიდევ ერთი. არა, მაგას დავსალდებ, სუსტად ვიცი. ალბათ არის ადამიანი, ვისაც მოუწონოა, ვისაც მოსწონს, არ ვიცი, რამდენი არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა მაინც არის, იმიტომ რომ გახდა ეს სიმღერა პოპულარული. ალბათ ისინი არიან ძალიან მონდომებულები, რომ ეს სიმღერა იყოს. და მეორე სიმღერა გახდა პოპულარული პირველიდან გამომდინარე თუ ქეთი გომართელის ნიჭიერებიდან გამომდინარე? პირველიდან გამომდინარე გახდა, იმიტომ რომ უკვე იცოდნენ ვინ იყო ქეთი გომართელი და უკვე მოусმინეს მის სიმღერას და ქეთი გომართელის ნიჭიერებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ უშენო დღეს ვოკალური თვალსაზრისით ვოკალი მე მირჩევია წაიღეში უფრო კარგად ვღერი, ვიდრე უშენო დღეში. გასაგებია. მე მგონი ამოწურა ვინმე შეკითხვები, კაცა საშმალი, საშამაც. ეს იგი საუნდტრეკზე კავერი ერთი ეკუთვნის ესე ჯგუფს Gotham Projects და მეორე ეკუთვნის ქეთი გომართელს. სამშვიდობისა საშა კაცმანი რადიო პროდიუსერი. სხვადასხვა ამ საუნდტრეკზე იყო ინტერვიუ და საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ამ სიმღერის უფლებები დაჯდა ძალიან ძვირი და ძალიან ჩიოდა Gotham Project-ზე იმაზე, რომ ჩვენ ძალიან ძვირის გადახდა მოგვიწია. ნუ ამ შემთხვევაში შემოგებულ პოზიციაში ხარ, როგორც მე ვხვდები. ეკრანს ვერ დავუკავშირდი. რა შეიძლება კლიპს პატარა კომენტარს გავაკეთებ, რომ თუ გამოსაჩენი არის რაღაცა და იმ ქვეყანაში სადაც გოგო თხოვდება 13 წლის, არ უნდა გაგიკვირდეს. ნუ 17 წლის გოგოს რაღაცაა გამოსაჩენი. მე შეთამაკ ესეთი კითხვა. იცი რა შენ რაღაც ერთი სინგლით მოხვედი და ორი სიმღერით პრესში და რაღაც ცოტა უცნაურად მეჩვენება, იმიტომ რომ პრესისთვის ჯერ ნაადრევია მე მგონი და რაღაც ერთი კლიპის გარშემო ვტრიალებ, იმიტომ რომ მეორე არ არის. საშა, მე შეგახსენებ, რომ ქეთი ჩვენთან მოსულია როგორც დამწყები მომღერალი და არა როგორც დიდი სტაჟის მქონე შემსრულებელი. რაც უგეთე. ხო და მე მინდა რომ შენ შეაფასო რაც პირველი ნაბიჯი გადადგია შოუ-ბიზნესში, მე მინდა აი ვიცი რა შეაფასო ქართული მსმენელი, მაგრამ არა პოზიციიდან რომ შენი სიმღერების მსმენელი როგორია. საერთოდ აი მსმენელი როგორია შენი აზრით ქართული მსმენელი და საერთოდ როგორ იღებს პროდუქციას. იქიდან უკვე გამომდინარე დოზითაც მიაწვდი, როგორც გინდა რომ მიიღოს, უსტად ისე იღებს. ანუ შენ ამბობ რომ ის სიმღერა რომ გახით და ისე დოზით მიეწოდა ქართულ მსმენელს რომ ბოლოს გახით და? მიეწოდა, ნუ რა თქმა უნდა მოეწონოს ხო ეს ყველაფერი. გაჩნია რას მიაწოდებ და როგორ მიაწოდებ. უსტად ისე იღებენ როგორც არ იმის. სულიშს მე მოვითხოვ შემდეგი პრესპრესისთვის მეც გავიარო ამ ოჯახში ტრეინინგი, აშკარად მომწონს. პასუხები ჩვენი სტუმრის და იმენ ლაპარაკობდნენ ოჯახზე, რომ ჩაიზე მოვალ და ტრეინინგი. აუცილებლად. მე ესეთი კითხვა მაქვს შენთან. აი იცი რა არის, ხა შენ ასაკში მე მგონი რაღაც ადამიანი ფიქრობს, რაც თავის რაღაც ცხოვრების გზაზე, აი რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გახდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ნელ-ნელა ჩვენ მოშორდით თქვათ იმ ტიპიურ სტერეოტიპს, რომ ქართული ქალი უნდა რაღაც არგო ასაკში გათხოვდეს, მე რადგან რაღაც სხვა დრო მოვიდა. რას ფიქრობ შენ? მართლა ფიქრობ სერიოზულად მუსიკალურ კარიერაზე? ფიქრობ იმაზე, რომ შენ გაქვს იმის უნდა შეგწევ, იმის უნდა არის რომ გააგრძელო, გახდე პროფესიონალური მომღერალი და ასე შემდეგ. ფიქრობ იმაზე, რომ უნდა გავაგრძელო, უნდა ვიშრომო ამისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი მოდის შრომის შედეგად და დაუღალავი შრომის შედეგად და დღესაც ამას ვაკეთებ. ანუ ყველანაირად ჩემი მიზანია, რომ ჩამოვყალიბდე პროფესიონალ მომღერლად. შევქნა გემოვნებიანი მუსიკა, გადავიღო გემოვნებიანი ვიდეორგოლები და უკაცრავად შეგწყვეტე, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ შენ გახდე, მაგრამ ფული ვერ იშოვო სიტყვაზე. დარწმუნებული ხარ, რომ ყოველთვის გეყოლება დონორი, სპონსორი, ოჯახი, ვიღაცა. იცი რა, რაც ჩემში ჩაიდო, ანუ ერთი კლიპის სახით ის უკვე ამოღებულია, ანუ მე გავამართლე იმედები, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების, ვინც თავიდან, ასე ვთქვათ, გვერდში დამიდგნენ. და ზუსტად ვიცი, რომ თუ ესე გავაგრძელებ მექნება იმის საშუალება, რომ გადავიღო კლიპი. ანუ არის კიდო მასალა, რაზე შეიძლება აქცენტი გაკეთდეს, გადაიღოს მეორე კლიპიც, მესამე. ეს უკვე ჩემით ვწერ სიმღერებს და ჩემით ვიღებ ახლა მალე კლიპს თქვენთან. და ერთი კითხვა მაქვს ესეთი, აი ამ ორი გოგონასგან რომელიც გახატიათ უყურე არის, მე რომელი ლაპარაკობს ახლა? მე რა ვიცი. ამაზე არ დაფიქრებულ ვარ, შენ როგორ ფიქრობ? მე მგონი ვისაც აშკარად ტრეინინგში არ შემიძლია ეს კითხვა როგორც მეფია რა. დიდი მადლობა ლალი ფაცია თუ თაკო 60 თუ შეიძლება თაკო
და მერე თაკო. თაკო წამოჭრა კლიპის თემა და მინდა რაღაცა ერთი პატარა დეტალი დარჩათ რატომღაც ჩემს კოლეგებს. ამ კლიპში მე მეჩვენება რომ სამი ფერი დომინირებს: შავი, თეთრი და წითელი. ეს ვისი არჩევანი იყო? მე მგონი ეს არ იყო რაღაცა სიახლე, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ერთი ძალიან ისეთი ჭყალებში ბომბა კლიპი გვაქვს ჩვენ, ეს არის ვაგონი, რომელიც ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო. შავი, თეთრი და წითელი ფერი. ხომ არ იყო? იპასუხოს რომ ეს რეჟისორის და მენეჯერის გადაწყვეტილება და ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს კლიპი. არა, თუ შეიძლება ვთხოვოთ ჩემი საყვარელი ფერები და თან რეჟისორის თხოვნაც იყო რომ ეს ყოფილიყო და მეც მიყვარს ეს სამი ფერი გამორჩეულად და ძირითადად ეს სამოსხმარო თეთრი. ეს იგი ეს არისო მიბაძვა. არისო მიბაძვა, ხო ამ თვალსაზრისით როგორ? არანაირად. მიკროფონში თაკო თუ შეიძლება თუ რამეს თქმა. არა, ხო არ იტყვის რომ მიუბაძეთ ხო? არა, მე მგონი კი არა და არ მიბაძია და არა ნახო რომც მეგებოდა ალბათ არ გამოტყდებოდი. ხარა მინდა თქვა, კარგი გენდობი. რაღაც ახლა რო გისმენ ხო არჩეული გაქვს საკმაოდ ისეთი თავმდაბალი პოზიცია რა. ანუ როგორც თქვა ყოფილა აქვს სტუმრები რომლებიც ეს რაღაც გვედავებიან ხვდები ეგანა პასუხებს გცემენ ხო რაღაც ისეთი აგრესიული პოზიცია უჭირავთ და ჩვენზე შეტევაზე გადმოდიან ნუ როგორც გამოსდით ისე და ჩვენ ესეთი ძალიან ისეთი პოზიცია გაქვს რა ამორჩეული რომ რაღაცა მე უნდა ვიშრომო აი მე უნდა გავიზარდო მე პირველი სიმღერა რო გადავიღე მეორე ეს რო ჩავწერე მეორე იმაზე უკეთესი იყო მესამე უფრო უკეთესი იქნება და რაღაც და ეს არის ასაკიდან ხო ხთები აი შენ ესეთი პოზიცია მე ხა ხედავ რომ შენ ეს პოზიცია გაქვს ამორჩეული მაგრამ რაღაც მე არ გეუბნები რომ აგრესია მაქვს ჩვენს მიმართ მაგრამ რატომღაც არ ვიცი რატო შეიძლება ეს ჩემი მინუსია, მაგრამ პიროვნული მინუსია, მაგრამ რატომღაც აი ეს რაღაცა მობიერების გრძნობა შენს მიმართ არ იწევს, რა, აი პირადად ჩემგან, ხო, აგრესია არ მაქვს შენს მიმართ, მაგრამ რა ხო, აი რა პოზიციაც მქონდა აქამდე, რა დამოკიდებულებაც, ხო? ფაქტობრივად ისევ იგივე დამოკიდებულებას ვინ არჩუნებ და რატომღაც ეს ჩემზე არ მოკიდეს, მაგრამ მომწონს. მე ვარ ესეთი ჩემი ნატურაა ესეთი ვარ პატარა აქედან გამომდინარე. კი, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ არა შევსწრები ვარ თამუნასთან. აგრესიული თან არც ვარ ესეთი და რატომ უნდა ვითამაშო. ის შევსწრები ვარ ვასაუბარს თამუნასა და ჩვენს ერთ თანამშრომელს შორის, როდესაც ჩვენთან იყო ინტერვიუ და თამუნა უყვებოდა, თამუნა ასწორებდა ინტერვიუს და უყვებოდა შენზე რომ მოკლედ რა რაღაცებს უყვებოდა ყველაფერს ვერ მოუყვები რომ შენ რაღაც ძალიან რომ ისიც კი უთხრა რომ ჩემზე ჭკვიანიაო. აი ეს მახსოვს ძალიან კარგ ყველაფერს თქო ციტირებას თუ ვერ გავაკეთებ, ხო აი ეს შემიძლია ნამდვილად თქვა რომ ის ჩემზე ანუ ის უფრო კარგად ხვდებაო ადამიანებს ცნობსო ეს იგულისხმა რა ის ჭკვიანიაო, ხო აი ადამიანებს უფრო ცნობსო ვიდრე მეო და აქედან გამომდინარე ხარ არც ისეთი პატარა და არც ისეთი მეამიტი არ მგონი ხარ რომ შენ ესეთი ძალიან ესეთი ორი კიკინა გაიკეთე და მე ესეთი კარგი გოგო მე პატარა ვარ და ხო რაღაც გასები და ცოტა იქნებ უფრო კომპლექსურად შენ რაღაც ფსიქოლოგიური დასკვნები გააკეთე პროცესს გადაცემაში ეხლა რაც შეეხება შეკითხვას ფაქტობრივად გაქვს ჯერ არ შეეფერება ის მომენტი რომ მე ვიყო აგრესიული თან არც ვარ არა მე არ გეუბნები რომ უნდა იყო აგრესიული თქო შენ ალბათ არ სწორად გასაგებია თაკო შეკითხვა თუ ეხლა რა მაინტერესებს შენ ფაქტობრივად თავიდან როდესაც მოღვაწეობა დაიწყე სოლო მოღვაწეობა თავიდანვე არ დაგიწყე ხო ჯერ ჯგუფში იყავი რონდოში ხო ეს იყო გოგონათა ჯგუფი ხო? სოლისტი, თავიდანვე სოლისტი ვიყავი, ჯგუფში არ ყოფილა, უბრალოდ იყო სტუდია რონდო ბავშვების, იქ ვიყავით ბევრი და ყველა სოლისტები. კარგი, შემდეგ შენ მიიღე, ნუ არაერთ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა, ხო და მე შენ გაიმარჯვე, აიღე პირველი ადგილი. კი. რა ახლა მაგის მერე ფაქტობრივად რომ ჩამოხვედი ამ პირველმა ადგილმა რაღაც ნუ ჩემი აზრით ალბათ რა, მე ესე ვფიქრობ რომ რადგან ამ პირველი ადგილის დაკავების მერე მაშინვე დაიწყე აქტიური სოლო მოღვაწეობა, რაღაც დონეზე ამან გიბიძგა, ხო? აი მე მაინტერესებს დღევანდელი გადასახედიდან. შენ აღარ ხარ, თქვათ, ანუ ეხა ხო არ გაქვს პირველი სიმღერა ჩასაწერი, ხო? შენ უკვე რამდენიმე სიმღერა ჩაწერე, შენ უკვე კლიპიც გადაიღე, შენ უკვე ტრიალებ რადიოში და ტრიალებ ტელევიზიაში. თაკო, უფრო კონკრეტულად. და აი მაინტერესებს დღევანდელი გადასახედიდან რო გამცე პასუხი, ეს იყო, შენ როგორ ფიქრობ, დღეს ეს იყო შენი ამბიცია, თუ ეს იყო შენი უბრალოდ რაღაც შინაგანი მოთხოვნილების რეალიზაცია. ანუ შენი რაღაცა ტოლვა რაღაცისკენ და აი ამ ტოლვის რეალიზაცია. შინაგანი მოთხოვნილების რეალიზაცია იყო, იმიტომ რომ მე წავედი მოსკოვში, იქ იყო სხვა კონკურსი, იქ იყო მასტერ-კლასები და საოპერო ჟანრი
ვოკალიზებს ვღეროდი კლასიკას და იქ მირჩიეს პროფესორებმა, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევდი კლასიკაში. ანუ რო ჩამოვედი, გავჩერდი მე ერთი წელი, ესტრადას აღარ გავკარები ვარ. უბრალოდ მე აღარ შემეძლო სცენას რომ მიეჩვევი, მე ძალიან ძნელია იქიდან ჩამოსვლა. და აღარ შემეძლო გაჩერება და მაგიტო გადავწყვიტე რომ ყოფილიყავ ისევ ესტრადაზე. თორემ მიწინასწარმეტყველებს რომ უფრო წარმატებული გზა მექნებოდა ოპერის. მე ამ თემას გავაგრძელებ თუ შეიძლება. უბრალოდ ეს ძალიან ბევრს გადაობებ დღეს ქართულ ესტრადაზე. ნუ აი ხალხში რაღაც ანეკდოტებს გზავენ ხოლმე და ერთი რაღაც ესეთი ანეკდოტია თუ რა არის, არ ვიცი, უბრალოდ მოვისმინე შემთხვევით და 17 წლის გოგონა ზის და ფიქრობს ეხლა აი პროფესიის არჩევაზე რა, რომ ვინ გახდეს და ფიქრობს რომ მსახიობი გავხდე, ნიჭი მჭირდება. მეცნიერებას გავყვე, სწავლა საჭირო. აუ მამი ფული მომეცი რა მომღერალი ვიქნები. აი დღეს მართლაც და არსებობს ესეთი, ანუ ყველა მეტნაკლებად ცნობილი, მაგრამ ანუ შეიძლება მდიდარი ადამიანი შვილები, გვაქვს უამრავი მაგალითები, ფული აქვს, მოდი შვილო, სიმღერა ჩაწერე, მე გამოდის ის პატარა გოგონა ან ბიჭუნა და მღერის და მე მაინტერესებს, აი ეს შენი მოწოდება, ანუ შენ პროფესია გაქვს არჩეული თუ არა? არ ვიცი ხვის შემთხვევაში როგორ არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არის რომ ჯერ ვიარო პედაგოგთან ვისწავლო ის, რასაც ვაკეთებ და პირდაპირ სტუდიაში არ ჩავწერო და როგორც მე მინდა ისე არ მიმღერო. ანუ ჩემზე ნიჭიერ ადამიანთან, ჩემს პედაგოგთან, ზიაღამბაში ცესთან ვამუშავებ სიმღერას და შემდეგ შევდივარ. და არა ის რომ მამი ფული მომე, წავალ კონცერტზე, ვიმღერებ, ავიღებ ანაზღაურებას და შემდეგ ჩავწერე. არა, ეს უბრალოდ სიტყვა მოიტანა, მე უბრალოდ მაინტერესებს რომ შენ გაქვს უკვე ჩამოყალიბებული ხარ, კეთი შენ იცი რომ შენ უნდა გაყვე სიმღერას და შენი მოწოდება, თუ შენ მაინც ფიქრობ იმაზე რომ არა, აქამდე იყო ჰობი უფრო, მაგრამ ხო, აი გატაცებაა, ჰობია თუ რაღაც დროს ტარება თუ აი რა რითია ცუდი გავალ ქუჩაში და ყველა მცნობს, ხო? არა, მე და ყოველთვის ორი მხარე აქვს, ზოგჯერ არ გსიამოვნებს რო გცნობენ, იმიტომ რომ იგივე არ ხარ ფორმაში და არ გინდა რომ გიცნო. მაგრამ სიამოვნებს კეთი? მე მსიამოვნებს კი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო. რაც შეეხება იმას, რომ ჩამოყალიბებული, ანუ მინდა თუ არა რომ გავყვე, აქამდე იყო ჰობი, მაგრამ ეხლა ყველანაირად ვცდილობ, რომ ვაქციო პროფესიად. ანუ უნდა გავყვე კი. და კიდე ერთი შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ სულ ორი სიმღერა, ну ჩვენ ვიცით ეს ორი სიმღერა, არ მოუშევდე და წაიღე, შევეხები, მაშინ წაიღეს. შენ ქონდა ადრე ნათქვამი, სანამ ამ სიმღერას ჩაწერდი, რომ მე დუეტს არ ჩავწერო, იმიტომ რომ არ მინდა გავხდეს სხვისი ადამიანის ხარჯზე პოპულარული და მე ჯერჯერობით შევასრულებ სოლო სიმღერას. მაგრამ ეს დუეტი მაინც ჩაიწერა, იმიტომ რომ მე რატომღაც გონია, რომ ძვალი მაინც არის რაღაც უფრო დუეტია წაიღე. აი ესე მეჩვენება, იმიტომ რომ ნახევარ სიმღერას აშკარად მე მგონი ძვალის ხარჯზე მე არ გავხარვარ პოპულარული. ერთი მომენტი და კიდევ რეპერებმა გააკეთეს აი ესეთი განცხადება, რომ ჩვენო არავის არ ვთხოვთ, თვითონ მოდიან პოპ მომღერლები და გთხოვენ, რომ აი შენ გაგვიკეთე, ესე თქვა, გაგვირეპე და ასე შემდეგ. მე მივედი ბექა ნიკოლაიშვილთან სტუდიაში, დამიწერა ავთობადუაშვილმა სიმღერა და ბექამ შექმნა. მე ჩავწერე ვოკალი და ბექამ გადაწყვიტა რომ ამ სიმღერას კი მოუხდებოდა რეპი. ვიცი, ერთი ნიჭიერი რეპერია, მოვიყვანო და ჩავაწერინებო. ჩაწერა რეპი და აწი სადაც ძვალი არის ხოლმე კონცერტებში, ამოდის და მღერის ჩემთან ერთად უპრობლემოდ და სადაც არ არის, ეს არის სოლო სიმღერა. ანუ მაინც სოლო სიმღერაა, დუეტი არ არის. და საერთოდ როგორც სოლო სიმღერა და ის ბექში არის გაყვანილი რეპი. მაგრამ მაინც ამოდის ხოლმე ზოგჯერ. გაეცა ლიზა შენ კითხავს ამ მომწურავებას. ამ მომწურავი არა, მაგრამ მაინტერესებს ეს მოდა, ეხლა რეპერების გამოყენება თუ რაღაც სიმღერას აღარ წერს. თავიდან არ იყო დაგეგმილი რომ ამის რეპი დაედებოდა, უბრალოდ მოუხდა და მოითხოვა სიმღერა. მადლობთ. კეთი, შენ თქვი რომ სულ ბოლო შეკითხვაა და მეც აღარ შეგაცვხებთ. შენ თქვი რომ ეს ჩემი პროფესიაო და მე ვუდგები ამასო, ეხლა მინდა რომ ეს ჩემს მთავარ პროფესიად იქცესო, ხო სიმღერა, მაგრამ შენ არ გვაქვს არჩეული მეორე პროფესიაც, ეს არის სამსახიობოზე აბარებ თეატრალურში, ხო? და მაინტერესებს რატო გადაწყვეტე სამსახიობოზე ჩაბარება? შენი აზრი მაინტერესებს? სუბიექტური აბსოლუტურად. მიყვარს ძალიან სარკესთან რაღაც როლების თამაში, ტირილი და ვთვლი რომ თუ იმუშავებ გამომივიდა. ტირილი თუ გიყვარს გიგანსთან ჩაწერეთ. მე ყადასთან იდეალური დუეტი. მაგრამ ძალიან მთხო ხელი არ შეუშალო რამდენიც მე იმდენი აკირე გიგა კავშირი ხვეცო კი.
თუ იქნება ეს ვინის აქვს შემდეგში ხო, სანამ მე ისე ვინისგან გამომდინარე მინდა ერთი რაღაც უბრალოდ დავამატო და ცოტა რაღაც ნათელი მოვფინო ერთ-ერთ საკითხს, რაც შეეხება იმ SMS-ებს. bis საერთოდ საკითხს ახლა ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე და უბრალოდ მინდა ვისარგებლო პირდაპირ ეთერით და მოკითხვასთან ერთად კიდევ ერთი რაღაც თქვა რომ უბრალოდ ლიზა დამეთანხმება რომელიც ჩვენთან ეთერში ზის და აქვს თავისი ავტორო გადაცემა რომ დღეში დაახლოებით მოდის 2000-მდე SMS-ი. ხო ისეა? ჩვენს დაგეთანხმებით. ხო. მithum და თან თუ ძალიან ახლა არ შეძვერი სადღაც და რაღაც ანუ აი მონიტორზე არ ჩანს საერთოდ ეს ნომრები. კი გასაგებია რომ ახლა ერთი ამ SMS-ების გარდა არსებობს ასევე ტელეფონი, რომელზეც იგივე თხოვნები ხდება და არაკლია თქვა იგივე კეთის და სხვა მომღერლების უბრალოდ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა რომ ამდენი აურაცხელი SMS-ების ზღვაში და ოკეანეში ძალიან შეიძლება ადამიანმა გამოაგზავნოს 100 SMS-ი, მაგრამ მე ვერც ერთი მათგანი ვერ წავიფიქსირო რომ ერთი და იგივე ნომრიდან არის გამოგზავნილი. არა, საერთოდ ვერ წაიკითხო ის ერთი და იგივე SMS-ი. შეიძლება ერთადერთი კინკილა SMS-ი გამოუშვოს ვიღაცამ და ზუსტად ის მოხდეს თვალშემტრო, ის რაღაც რაოდენობა რომ მოდის დანარჩენი იშლება. ამიტომ ეს ძალიან ძნელია და ძალიან არ არის სწორი საუბარი ამ შემთხვევაში არ მაქვს საერთოდ ვიძახი იმაზე რომ ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე რაღაც ფორტუნა პლუს ეს რომ ეს არ არის ისე რომ აი ჩვენ ხედავდეთ და აი ვიღაცებს რაღაცა ბევრჯერ კითხულობთ ერთ და იგივეს. ამიტომ ეს ესე არ არის და კითხვა მაქვს ესეთი კეთისთან ვინაიდან საერთოდ უკაცრავად გაგაწყვეტინე ფრეზო, როცა ჩანს, როდესაც ერთი და იგივე ნომრიდან არის მოსული, ჩვენ მაგალითად იმ SMS აღარ ვკითხულობთ. ან შეიძლება წაიკითხო ერთი. შეიძლება წაიკითხო ერთი. ამიტომ ხო აი ეს ერთად მოვფინეთ მე და ლუკამ ნათელი ამ ყოველივეს და და შემდეგ არ უნდა გაუშვა ალბათ. ხო, და მე მაქვს შენთან შეკითხვა, ვინაიდან შეხარ სოლო მომღერალი და აღნიშნე რომ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას და მომღერლად ჩამოყალიბებას, მე მაინტერესებს აი ვინაიდან ქალი ხარ, ხო? გოგონა ხარ თუ რა ვიცი მაგრამ ქალი. ხო, რავი, ზოგი ბავშვი აღიქვავს, ზოგი ქალა, ზოგი რავი. გავიგე სიტუაცია. მე მაინტერესებს შენი ესე იგი აი ნომერ პირველი საყვარელი სოფლიოს მასშტაბით ქალი მომღერალი რა ანუ აი შენი უსაყვარლო ბატონო შენი ძი ბარბარა სტეიზა არა ვიტნი ჰიუსტონი კაცი არ შეიძლება არა მე ლოგიკურად იმიტომ დავსვირო ვინაიდან ვიტნი ჰიუსტონი ვიტნი ჰიუსტონი ხო მაგალითად მაინტერესებს გიშო ვიტნი წარმატებული სტივანდერი ჯგუფის ვიტყვი თუ მინდა TX6 აჰა. ვიტნი ჰიუსტონი, კარგი, ძალიან კაი მომღერალი. ვიტნი ჰიუსტონი, მიშელ რეგრანი, დალი და ალენ დელონთან ერთად და ასე შემდეგ. შენ თქვი რომ მომღერლობა ჩემთვის ადრე იყო ჰობი. ჰობი რომელ წლამდე? იმიტომ რომ აი იმღერე რამეში შენ მიიღე მონაწილეობა, როგორც უკვე მომღერალი კეთი. ჩვენ ერთად ვიყავით. ჩვენ ერთად ვიყავით და უნდა გადახსენო ახლა ზუსტად. ეგ იყო ფესტივალზე სანამ წავიდოდი, ანუ მაშინაც ხვეროდი, ვიყავი მაგრამ ჰობი იყო უკვე თუ გადაწყვეტილი ქონდა რომ მომღერალი. არა, ჰობი იყო, უბრალოდ ვიყავი პატარა რონდოს სოლისტი, სტუდია რონდოს სოლისტი. მე წავედი ფესტივალზე და გავჩერდი გარკვეული. და აი შენი ზოგადი მუსიკალური განათლება. მაქვს 7 წლები დამთავრებული. არა, ამას არ ვამბობ, აი. როგორ თქვა, ბაგაჟს ეძახია, ხო? აი მუსიკა, რომელიც გახსოვს შენ და იმახსოვს. მე მახსოვს შენი თამაში იმ ღერამეში, როგორი თამაში და აი, ვინი გულისხმობს ამ შემთხვევაში ალბათ იმას, თუ რა მუსიკას უსმენ შენ ზოგადად, ხო და რა მოგწონს? ისე რომ არ იცოდი სიმღერა. არ და რაჭველი ვარ. და მე იხსენებდი სიმღერას. ხო, მაგრამ მე ისეთ კატეგორიებს ვასწრებდი, რომელიც შენ არ უნდა გამოგეტოვებინა. მაშინ შენ დააკონკრეტებინი, რას ვერ იცნობ და შენ აჭერდი და მე რო ფარაძის სიმღერა მე გამოვიცანი, ცხოვრებაში ვერ წარმოგიდგენდი, რომ როგორ გამოვიცნობ. ვერ გავიგე რა მითხარე. და რა ვერ გამოვიცანი, როგორ გამიგოთ შენ შეგე. არა, უბრალოდ მაინტერესებს. კითხვა ვერ მივხვდი. ანუ ჩამოაყალიბე კითხვა, რომ შენ სრული პასუხი მოგცე. ხო, ზოგადად. მე ასე გავიგე, რომ შენ კითხულობ თუ რა მუსიკას უსმენ. თქვენი, ხო? იმღერე რამე გავიხსენე. არა, ძალიან კარგად ვითამაშ სხვათა შორის ეს იმღერე რამე სხვათა შორის. მოდი, პრეს-პრეს დავუბრუნდეთ. კი, დაუბრუნდეთ პრეს-პრეს, მაინტერესებს ზოგადად მუსიკალური გემოვნებაც. და აი თუ შენ რა იცი ზოგადად მუსიკაზე? აი ვიტნი ჰიუსტონი, მე რატოღაც მახსოვდა რომ ბარბარა სტრეიზანდი, მე მაგ მოსმენელი შენი საუბარი ბარბარას და ვიტნის შეფასებას როდესაც აკეთებდი. და არ მახსოვს კარგად რომელი შეაფასე. ნუ ეს კი, ეგ საუბარი მე მახსოვს როდესაც აფასებდი. ზუსტად არ დავიმახსოვრე რომელი შეაფასე უფრო კარგად ბარბარა თუ ვიტნი. ხო და მაინტერესებს ზოგადად შენი მუსიკალური ასე არეალი.
რას მოიცავს, რას უსმენს და რა იცის ზოგადად. იცის ბაკოს და ვინი ჰიუსტონის. Barbara Streisand-ს უსმენ, რატო გონია რომ არა, Whitney Houston-ს, Stevie Wonder-ს, Take Six-ის კონცერტზე ვიყავი აქ მისული და ძალიან კარგი იყო და მინდოდა რომ მორჩა მისულიყავი, ამეღო ავტოგრაფი და არ შემიშვეს რატომ რაღაც შეიძლება. ხო. სურათისკენ ძალიან მინდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ შევედი შიგნით. კარგი, შემდეგი შეკითხვა საშა. ესეთი კითხვა მაქვს შენთან. შენი სიმღერებით, ანუ ის რაც იყო შენი და არ იყო სიტყვაზე ვიღაცის რაღაც კომერციულად მომგებიანი მელოდია იყო, მომწონდა არ მომწონდა, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. მოდი ესე ვთქვათ, ქართულ შოუ ბიზნესშიც პატარა რევერსი რო გავაკეთო, დაიწყო ყველაფერი იმიდან, რომ კლუბებში, საკონცერტო მოღვაწეობას კლუბებში მღეროდნენ ჩვენი დღევანდელი ზვიოსდები მღეროდნენ სხვის სიმღერებს, ესე იყო 90-იან წლების დასაწყისში. შემდეგ გადმოქართულება და ამ მელოდიების გამოყენება ეს წამოვიდა სადღაც ტენდენცია 90-იანების ბოლოში, მაგრამ აი ხო მე ესეთი კითხვა მაქვს შენთან. თავიდან შენ ეცადე შენით, არ გამოგივიდა, მე რაღაც აიღეთ მელოდია, გადააკეთეთ, გადმოაკეთეთ, გადააკეთეთ. არ ვიცოდი ეს თუ გაჰიტდებოდა. ანუ ხალხი რაღაც გარკვეული ნაწილი თუ შეიყვარებდა. მე ჩავწერე ერთ-ერთი რიგითი სიმღერა, კიდე უბრალოდ ვცადე. არა, მოდი ესე ვთქვა. გადმომეკართულები. რიგითი ვერანაირად ვერ იქნებოდა, უკვე იქიდან გამომდინარე, რომ ნაცნობი იყო ყველასთვის და ნუ ეხა შენ გინდაც კომერციულად დათვლა არ ქონდა იმაზე, რომ მაინდა-მაინც დიდი ხიტი გაკეთებულიყო, მაგრამ შენ აშკარად გამოიყენე ორი ცნობილი მელოდია, იქ აურიეთ, მიქსი გააკეთე, დინამიკა დაამატეთ, რაღაცა აჩვენეთ და ნახეთ ქართული საქსესის პრობლემა. გავაკეთეთ ექსპერიმენტი ორი სიმღერა ერთად შევაკეთეთ. გასაგებია, მე უბრალოდ შენთან ესეთ კითხვა მაქვს. აი შენ რასაკვირე ფიქრობ იმაზე, რომ აი შენით უკვე აი დღეს უკვე გიცნობე, ხო? მეტნაკლებად. ასე თუ ისე, როგორც ოჯახის წევრად თუ ცალკე პიროვნებად მაგას გავანებოთ ამ თემატიკას. თავი, მაგრამ გიცნობენ აშკარად, ხო. გავეცი ცალკე თუ ოჯახის წევრი. არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია ჩვენ პრეზიდენტს. მე მაქვს შენთან ესეთი კითხვა. ეს სიტყვაზე დარწმუნებული ხარ შენ იმაზე, რომ უკვე შენს გაკეთებულზე მსმენელი ის, რომელიც დღეს ასე თუ ისე გისმენს და გიცნობს, წამოიგება უკვე შენზე და არა იმ ცნობილ მელოდიებზე და ხანგრძლივ. ეს რა არის? უშენო დღის მერე ჩაიწერა წაიღე ავთობადუაშვილის სიმღერა და კლიპის გარეშე მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრს მიაღწია ამ სიმღერას. ანუ შენ თვლი რომ კლიპში კიდე ისეთ რაღაცას აჩვენებ, რომ თლად გადაირევა ხალხი, ხო? არა, ამ სიმღერას კლიპს არ ვიღებ, წერ ახალ სიმღერას, იმაზე ვიღებ კლიპს. თქვენ იღებთ სტუდია მასტერი. აი იმ კლიპზე საჩვენებელი არაფერი, ხო? იმ კლიპზე მეცნობა ძალიან ჩვეულებრივად, ანუ სექსუალური იმიჯი არ მექნება, მაგრამ იქნება გამორჩეული, ანუ იქნება რაღაც სხვა. რაც საქართველოში არ გაკეთებულა. იმიჯი გაუკეთეთ და გინდა რა, მაინც სექსუალური იქნება, ეს შეიძლება. ხო და მაგას ვიძახი მეც. არა, აუცილებელი რაღაცა გამოაჩინო, რომ იყოს სექსუალური. შეიძლება არაფერი არ გიჩანდეს და მაინც იყოს სექსუალური. შენ როგორ თვლი, ქართულ ბაზარზე ვინ არის შენი კონკურენტი? ეს რა არის ზოგადად კონკურენტი ვერ ჩამოვთვლი, არის კონკურენცია და ეს კარგია, მე მგონი აღნიშნე უკვე, იმიტომ რომ უფრო პლუსია. იგივე მომხერავს. საშას უფრო კონკრეტული პასუხი უნდა და. აი, შენი კონკურენტი ვინ არის? შენ გიყვას რო ხო იცოდი რომ ზუსტად სახელს დაგვარს არ გეტყვათი და რატო დას? უკვე აღიარებ რომ ტრენინგი გავლენით. კი, არ ვიცი. ყველა ერთი ასაკის მომღერლები ვართ ერთმანეთის კონკურენტები, ამავდროულად მეგობრები და კოლეგები, ხო? და კარგია რომ არსებობს ეს კონკურენცია, იმიტომ რომ უკეთესი პროდუქცია შეიქმნება და რაღაც მსმენელს ყურს. ნახოთ გავლენი ტრენინგის საპირისპიროდ. ვინ არ არის შენი კონკურენტი? ვინ არ არის? როგორ გონია, ვინი ამაზე გასცემს პასუხს ხეთი? თუ კი ტრენინგი აქვს გავლენი, რა თქმა უნდა. ვინ არ არის ჩემი კონკურენტი? კარგი და ბოლოს შეკითხვა ლალიფაცია. უბრალოდ რა პროგნოზი შეიძლება ერთი წლის თავზე, როდესაც ქეთი ამ სავარძელს დაიკავებს, თუ საერთოდ არ დაიკავებს და ისე იქნება ქართულ სცენაზე. უბრალოდ აი რა ნიშა ექნება მას და რა ექნება გაკეთებული და რა პროგნოზი შეიძლება გავაკეთოთ წინასწარ. ეს რა არის? თუ ესეთი ტემპი თუ არა, ეხლა როგორც ავიღე ტემპი, მე მგონი და თუ ვიშრომე კი, როგორც კლიპში და როგორც ანუ იგივე აქ რომ მოვხვდი, მე ვთვლი რომ ჩემთვის დიდი წარმატება, იმიტომ რომ მაქვს ერთი კლიპი და ჯერ ისეთი დიდი არაფერი არ გამიკეთებია, არ შემიქმნია, ხო? ვთვლი რომ უნდა მივაღწიო, მაგრამ ეს არის შრომის საფუძველი. აი კონკრეტულად მაინც კონკრეტულად ზუსტად არავინ არ იცის, ვინ იქნება 2-3 წლის მერე. ამიტომ არც მე არ ვიქნები გამორჩეული და ვერ გეტყვი. გასაგებია.
გასაგებად დიდი მადლობა. დღევანდელი პრესპრესი დასასრულს მივახლოვდა. ჩვენი სტუმარი იყო დამწყები შემსრულებელი, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს უზარმაზარი შემოქმედებითი ბიოგრაფია, მაგრამ მან რაღაც წვრილი მაინც შეიტანა შოუ-ბიზნესში, რადგან ასე აღმოჩნდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ქეთი სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ჩემს ხალისიან ჟურნალისტებს, ასევე სტუდიაში მობრძანებისთვის და საინტერესო პასუხებისთვის. გადაცემა პრესპრესი დასრულებულია. ჩვენ მომდევნო შაბათამდე გამშვიდობებით. კარგად.